წარმოგიდგენთ 4 რაუნდიან კრივს 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ლურჯ კუთხეში მოკრივე თბილისიდან გაგა კიკნაძე. Beneath my knuckles, no camera flash, just chalk lines and muscle. 10,000 reps while you chase the weekend. I cut my name in silence, sharp and gleaming. Fingertips split, laces sprayed the thread. While you posted poses, I bred on the ledge. No shortcuts cut, no handouts took. Every callus earned like a sacred book. You talk about直მოწინააღმდეგე რინგის წითელ კუთხეში მოკრივე ინდოეთიდან Pervanch Pogachi. Zero shortcuts, all the hours I've spent. 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burning yet. You blinked at the way I held it twice. Slept in the gym while you rolled dice. Doubt tried to whisper, I slammed the door. Woke up the ghost I was fighting for. No trophy case, just a rusted chain. Link by link through the acid rain. You wanted glory, I wanted steel. Truth in the tension, real in the real. You measure wins by the crowds out here. I count the nights I refuse to disappear. 4 რაუნდიან სოფლიოს არეიტინგო ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგებიან თბილისელი გაგა კიკნაძე ვერის ბაღის კრივის დარბაზიდან და მის წინააღმდეგ დევანშ პოღაჩი ინდოეთიდან. თუმცა ამ შემთხვევაში ინდოელი მოკრივე წარმოადგენს გუდიანის გუნდს. სწორედ თბილისში ემზადება დევანშ პოღაჩიც, რომლისთვისაც დებიუტია პროფესიონალური კრივის რინგზე და მის კუთხეში ჩვენ ხედავთ გუდიანებს ლევან ციკლაურის ხელმძღვანელობით. რაც შეეხება გაგა კიკნაძეს, ეს მისთვის მეორე ორთაბრძოლაა პროფესიონალური კრივის რინგზე. პირველ ბრძოლაში ვადაზიადრე მოიპოვა გამარჯვება და რა თქმა უნდა ახლაც შეეცდება რომ გამარჯვებით დაბრუნდეს სახლში. ვიზუალური შეფასებით ხედავთ რომ ბევრად მაღალია ინდოელი, თუმცა ნახეთ რა დარტყმა მიაყენა კიკნაძემ ახლა თავის მეტოქეს. გაგა კიკნაძე ჩემთვის ძალიან ახლო არის, ცნობილი როგორც სპორტსმენი, იმიტომ რომ ვარჯიშობდა ასევე ჩემს დარბაზში 12 რაუნდში და ძალიან საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ, ანუ გამოცდილება არ აქვს ცოტა, მინდა ვთქვა რომ დიდი ხანი არის კრივშია, მაგრამ ბრძოლები არ აქვს ჩატარებული. ნახოთ, ჩემთვის ასე ვთქვათ, პირველი ბრძოლაა ეს, რომელსაც მას ახლოდან ვუყურებ. საკმაოდ ძლიერი დარტყმებით გამოირჩეოდა ყოველთვის კიკნაძე. ვარჯიშის დროსაც საკმაოდ ესეთი დაძაბული სპარინგები ჰქონდა ხოლმე და აქაც ხედავთ რომ საკმაოდ ძლიერ დარტყმებს ახორციელებს. აი ხედავთ ახლა თეონა რომ რამხელა სხვაობაა სიმაღლეში. და როგორც თვლობს ახლა შესვლას და საკმაოდ კარგი დარტყმებით გაუტარა მეტოქეს. ახალი არის მოწინააღმდეგე, ან მუშაობ კორპუსზე, ან მუშაობ შეხტომითი დარტყმებით თავში. სხვანაირად თავში ვერ მიაწვდნენ მოწინააღმდეგეს. და ორივეს ხედავთ ჩვენ კიკნაძის შესრულებით. გულად მუშაობს კიკნაძე ამ მიმართულებით და ანუ ასე ვთქვათ, ინტელექტუალური სპორტსმენიც არის. სხვა ბრძოლებშიც, რაც სპარინგებში თუნდაც რაც მინახავს, ტექნიკური არის, ძლიერი არის. ტაქტიკური არის, ასე ვიტყოდი. რაც შეეხება დევანს, ინდოელმა მოკრივემ ამ შემთხვევაში შორიდან უნდა იმოძრაოს, ხელი გრძელი აქვს და არ უნდა მიუშვას ახლოს, თუ უნდა წარმატების მიღწევა. პირველ რაუნდიდან მაინც ვერაფერს ვერ ვიტყვი, შეიძლება მეორე რაუნდიდან უფრო გაიხსნას მებრძოლი და უკეთესი ბრძოლა შემოგთავაზოს. რაც შეეხება ჩვენს ინდოელ მებრძოლს, საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს ფიზიკური კრივისთვის. მაღალია
რომ შეუძლია რომ დისტანციაზე დაიჭიროს გაგა უბრალოდ ამისთვის უფრო სწრაფი გასვლები უნდა ჰქონდეს შეტევის ხაზიდან გვერდით. და ეს ხო სწორხაზოვანი შეტევა უნდა აირჩიოს გაგასგან. ნახოთ რამდენად გაართმევს ამას თავს. აი ეს წინა ხელით მუშაობა, ჯებები, უნდა იყოს შეტევები. მისი იარაღი. აი ეს კარგი იყო ახლა ამ შემთხვევაში. ნახოთ. ჩემი აზრით შემდეგი რაუნდიდან უფრო საინტერესო ბრძოლა გვერდით. მე მიყვარს ხოლმე თეონა, როცა აი ესეთი განსხვავებული ფიზიკური მონაცემების მოკრივეები. რომ რას შეთავაზებენ ერთმანეთს. აი რაღაც კლასიკური ის შეიძლება დასკვნები გამოიტანო ასეთ შემთხვევაში. მე ვერ ვიტყოდი რომ აი კი კრივისთვის კარგი მონაცემებია, როცა მაღალია და გრძელი კიდურები აქვს, მაგრამ რამდენად შეუძლია ამ მონაცემების გამოყენება? კი, თავარია როგორ გამოიყენებ იმ შენ მონაცემებს. არა, როგორც სიმაღლე შეიძლება იყოს პლუსი ისე და უშად თუ დაბალი ხარ, ცოტა შეიძლება შენი კუნთი ბევრად მოკლეა და ბევრად სწრაფიც არის, ხო, ვიდრე გრძელი კუნთი მოწინააღმდეგის, მაგალითად როგორც ამ შემთხვევაში ვხედავთ. ამიტომ მე ვფიქრობ, აი ახლო დისტანციაზე მაგალითად, ხო, როგორც გაგა იმუშავებს და დაუპირისპირებს მოკლე დარტყმებს. აი იქ უკვე ჩვენი ინდოელი სტუმარი ვერაფერს ვეღარ გახდება, იმიტომ რომ გრძელი კიდურების სპორტსმენს ახლო ბრძოლაში ძალიან უჭირს მოკლე დარტყმების განხორციელება. ამიტომ გაგამ თუ სწორი პოზიცია დაიკავა ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსი აქვს რომ გაიმარჯვოს. ჩვენ ხედავთ რამდენი გულშემატკივარი ყავს? ხო, ამ ორთა ბრძოლას საკმაოდ ორივე მოკრივეს. საკმაოდ კარგად ფეთქდება გაგა და ძალიან სწრაფად ამცირებს დისტანციას მოწინააღმდეგესგან. მოწინააღმდეგესთან დისტანციას ძალიან სწრაფად ამცირებს და მუშაობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრძელი კომბინაციებით. ბევრი დარტყმების გადაბმა და რაც აი კარგი იყო ამ შემთხვევაშიც გადაკეთება. იწყებს შეტევას, მოწინააღმდეგის ყურადღება გადააქვს ქვევით, მერე გადადის თავში, ძალიან პროფესიონალურად მუშაობს. და ფიზიკური ძალაც, რა თქმა უნდა, ამაში ხელს უწყობს. ფეთქებადი კუნთები აქვს, აშკარად ძალიან სწრაფად შედის ახლო, ძალიან სწორად. აშკარად ტაქტიკურად კარგად არის ამ ბრძოლისთვის მომზადებული ფიზიკურადაც. აი როგორ სწრაფად შევიდა და სწრაფადვე გავიდა. კი. სწორ დროს ისვენებს, სწორ დროს გადადის შეტევაზე, სწორ დროს გამოდის შეტევიდან. ხარისხიან ბრძოლას ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალს. გაგამ რომც სულ დაცვაში მიიღოს და ხელებში მიიღოს მოწინააღმდეგის შეტევები, არ მგონია დიდად დააზიანოს, იმიტომ რომ აშკარად გაგა ფიზიკურად კარგად არის მომზადებული. ხელებითაც კარგად იღებს დაცვაში დარტყმებს. აი როგორი ძლიერი დარტყმა იყო, როგორი ძლიერი და ეფექტური დარტყმა იყო. ჩემი აზრით აი წეღან რასაც საუბრობდი თეონ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოკრივისთვის სწორად შეაფასოს საკუთარი მონაცემები და აქედან გამომდინარე იპოვოს საკუთარი სტილი. რადგან არის ხო მოკრივეები, რომლებიც ხედავენ სოფლიო კრივის ვარსკვლავებს, მოწონთ და უნდათ რომ მასავით გააკეთო რაღაც, მაგრამ თუ შენ სტილს არ ერგება და შენ ფიზიკურ მონაცემებს არ ერგება, ის სტილი შეიძლება პირიქით ძალიან ცუდი იყოს შენთვის ეს ყველაფერი. შესაბამისად აი ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მე ვხედავ რომ საინტერესო რაუნდი იყო, საინტერესო ნამდვილად. რომ ჩვენი ინდოელი სტუმარი ცოტა დისტანციას ვერ გრძნობს, კარგად ვერ იკავებს შორ დისტანციას და
არ იმდენად სწრაფად უმცირებს გაგა ამ დისტანციას, რომ ვეღარ ასწრებს. ნუ ყველა შემთხვევაში ყველა ასპექტში აჯობა ამ რაუნდებში გაგამ. კი, ნამდვილად ჩანს, რომ გაგა კიკნაძე სხვათა შორის უნდა თქვა, რომ არა მხოლოდ ბრძოლის კუთხით ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს გაგა კიკნაძეს, მათ შორის დღევანდელ დღესაც კარგი მოკრივეა, როგორც ჩანს. დიდი მიზნები აქვს, რამდენადაც ვიცი და ამ ბრძოლაშიც კარგად მიყავს ჯერჯერობით გაგა კიკნაძეს ორთაბრძოლა. ნახოთ მესამე რაუნდი. ამხნევებენ როგორც ერთ ისე მეორე მოკრივეს დარბაზიდან. კარგი იყო გაგა კიკნაძე, ძალიან კარგად შევიდა და კარგი დარტყმაც მიაყენა მეტოქეს. აი ეს შორიდან პირდაპირებით, შორიდან მოძრაობა და მოქმედება იქნება დევანშის წარმატების გასაღები, მაგრამ გაგა კიკნაძე არ აპირებს რამე აპატიოს თავის მეტოქეს. ისევე როგორც აი ახლა. კლინჩი მუცელშიც კარგი შესვლა იყო კიკნაძის მხრიდან. შეჯახება წარბი გაუსკდა ინდოელ მოკრივეს. ეს არის ის ტრავმა, რომლის გამოც ხშირად ბრძოლები ჩერდება. და საკმაოდ რთული და ჩახლართული წესები მოქმედებს ხოლმე ამ შემთხვევაში. ექიმა უნდა მიიღოს. ნახოთ, იმედია გაგრძელდება, ნუ. როგორც ჩანს, ბრძოლა გრძელდება. მოუბოდიშა ინდოელმა რაუნდის ბოლოს მიყენებული დარტყმა და ბოლო გადამწყვეტი რაუნდისთვის ვემზადებით. წინა რაუნდები უკეთესი ჰქონდა გაგას, ჩემი აზრით. ბოლო რაუნდში ისევ იმ აფეთქებებს უნდა ველოდოთ. Because legacy isn't shouted, it's built in the dark.
ხდა ბოლო რაუნდი. საჩემპიონო რაუნდი. კარგი პირდაპირი დარტყმები აქვს ჩვენს ინდოელს სტუმარს. ბოდისმიხრის სახელს და გვარს ვერ გამოუთქვამ კარგად. ჩემი აზრით გაგასგან გვჭირდება უფრო დაზუსტება დარტყმების. კარგი შესვლა იყო მუცელში და იგრძნო მისმა მეტოქემ ეგრევე ხელი ჩამოწია ქვევით. უჭის თავში იყო ძალიან ზუსტი დარტყმა და ეხლა მარჯვენა ჰუკი იყო რიკაპში. ხბაშიც არანაკლებ კარგი დარტყმა გავიდა დევანში. კარგია. გვერდული დარტყმები ძალიან კარგად იმუშავებს გაგასგან და პირდაპირი დარტყმები მუცელში. ახლა კარგად დახვდა მოწინააღმდეგე, კარგი თავდაცვა იყო შეტევით, ასე ვთქვათ. ჩემი აზრით ძალიან სწორი გადაწყვეტილება. არა უბრალოდ გაცლა, არამედ როცა მოწინააღმდეგე იწყებს შეტევას, ამ შემთხვევაში დაბალი მოწინააღმდეგე რომელიც არის, მაღალმა უნდა ჩაუშალოს შეტევა. ანუ ჩაუშალოს და შემხვედრი დარტყმებიც მაგ დროს ძალიან კი, ხელი უნდა ჩაყაროს იმ დროს და დიდი შანსია რომ მაღალის ხელები მოხვდეს და დაბალის არ მოხვდეს. ანუ როგორც კი გაგა დაიწყებს შეტევას, მოწინააღმდეგემაც ზუსტად იმ დროს უნდა დაიწყოს შეტევა, ამ შემთხვევაში აი ტაიმინგი, დროის შეგრძნება არის უმნიშვნელოვანესი. იმ მომენტის პოვნა. ერთი წამით ადრე და ერთი წამით გვიან უკვე და შეტევას რო იწყებ და მაგ დროს დარტყმა ხდება, ის გეგმა უკვე წყალში გეყრება, გეშლება და თავიდან გიწევს რაღაცის მომზადება. და აი ეგ ძალიან აწყობს ჩვენს ინდოელ სტუმარს, მეგობას. აი, კარგი გამძლეობა აქვს ორივე მებრძოლს, კარგ რაუნდს გვაჩვენებენ. კი, მეოთხე რაუნდია და არ შეუნელებიათ, ტემპი არ დაუგდიათ. კარგ რაუნდებს გვაჩვენებენ ნამდვილად. ჩვეულ სტილში აგრძელებენ დაპირისპირებას. მაგარი დარტყმა იყო. ძალიან ძლიერი მარჯვენა იყო. სუფთად გავიდა ყბაში კიდევ ერთი დევანშ პოღაჩის. ამ ბრძოლიდან გამომაქვს დასკვნა, რომ გაგა ჩხუბს უფრო მიჩნეული არის, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე. დასრულდა ეს ორთაბრძოლაც. ნახოთ საჭთა გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, გაგას უპირატესობა იყო ამ ბრძოლაში, თუმცა კვლავ დაველოდოთ საჭების გადაწყვეტილებას. გაგა კიკნაძის სახით ერთ-ერთი საინტერესო მოკრივე შეემატა ნამდვილად ქართულ პროფესიონალურ კრივს. ნახოთ როგორ განვითარდება მისი კარიერა, მისი ორთაბრძოლები როგორ იქნება სამომავლოდ. ურჩევ ყველას რომ დავაკვირდეთ ამ მოკრივეს. ასევე მინდა ვთხოვე გულშემატკივარს რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე Boxing Georgia, სადაც ახლა ადამიანები თქვენ თვალყურს აი ამ ორთაბრძოლებს. ამ არხის გამოწერით თქვენ ძალიან დაგვეხმარებით სამომავლოდ ქართული კრივის მხარდაჭერაში. You back down, I doubled the load. Slept on the floor where dreams are rolled. Down not once, I left it cold. Woke up the fire that won't grow old. No truth, be clean, just rust the chain. Forged in the brain, again, I wanted praise. 4 რაუნდის შემდეგ წარმოგიდგენთ მსაჯთა გადაწყვეტილებას ქულების მიხედვით. 40-26.
40-26. გამარჯვებულია გაგა გიგრაფა